მაესტროს ოპერატორი მომხდარს თავად იხსენებს თემურ დოლიაშვილი უკვე პალატაში ამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილური. დოლიაშვილის თქმით მეგობრისგან სახლში დაბრუნებისას მანქანიდან გადმოსულმა თავის არეში დარტყმა იგრძნო, ამბობს რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ ორნი იყვნენ და მანქანით გადაადგილდებოდნენ. დოლიაშვილის განმარტებით უცნობმა პირებმა ის ხელკეტით ან იარაღის კონდახით სცემეს. თემურ დოლიაშვილი ამბობს რომ კონფლიქტი 2 ნოემბრის ღამეს არც ინციდენტამდე ქონია და არც თავდამსხმელებს დაპირისპირებია. თემურ დოლიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს, მას თავის არეში ბლაგვის საგნით მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. პაციენტი უგონო მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, საქმეს კი ვაკე საბურთალოს პოლიცია იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრუნდებოდი სახლში, მეგობართან ვიყავი, საქეიფოთ ვიყავით მეგობართან. სახლში დაბრუნებისას ჩემ კორპუსთან რო შევუხვი, აღარ მახსოვს ზუსტად მიზეზი, რატომაც მანქანა შევაჩერე. მანქანა რო შევაჩერეთ, როგორც ჩანს გვერდზე იდგნენ ესენი ტროტუარზე რა. ანუ გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ რა. მანქანა იყო მუქი ფერი, მაგრამ ამ მანქანა იყო მარკა ვერც დავინახე და ვერც მოვასწრებდი დანახვას, იმიტომ რომ შემოვტრიალდი თუ არა, ეგრევე თავში მომხდა რაღაცა რა. და დავიცი ძიერს. მე მგონი 2 იყო ან მეტი რა, 2-ზე ნაკლები არ ყოფილა. რაღაც ესე მახსოვს ვიზუალურად, რომ თავიდან 2 მოვიდა. შესაძლოა მეტიც. ზუსტად მახსოვს, რომ არავისთან შელაპარაკება ესეთი არ მოსვლია, ანუ ხეშად არც არავის მომმართავს ჩემთვის და არც მე მომმართავს სხვისთვის. არ ვიცი, მე მგონი ხელკეტით. ან ხელკეტით, ან იარაღით, არ ვიცი ზუსტად რა.